მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ მესამე საგზაო ნიშანს segnale di precedenza. Segnale di precedenza არის prescrizionis შვილობილი. Fa parte dei segnali di prescrizione. შეგახსენთ, რომ prescrizionis შვილობილები არიან segnale di precedenza, segnale di divieto e segnale di obbligo. რას გვეუბნება ახლა segnale di prescrizione? გვიწერს რა უნდა გავაკეთოთ. იმის გარდა ჩვენ არ გვაქვს უფლება პანელზე რაც იქნება გამოსახული, ჩვენ იმ პანელისზე გამოსახულის გარდა გავაკეთოთ რაღაც. გვხდება 150 მეტრში, გვხდება როგორც ურბანოში, ასევე ექსტრაურბანოზე. არის მარჯვენა მხარეს ვერტიკალური ნიშნით და დავიწყოთ ახლა მისი განხილვა. პირველი საგზაო ნიშანი გახლავთ dare precedenza. Dare precedenza ნიშნავს დაუთმე გზა მარჯვენას ან მარცხენას. უპირატესობის ნიშანი არის სამკუთხედით წვერით დაბლა, ადვილად რომ მივხვდეთ და არ აგვერიოს პერიკოლოს ნიშნებში. ეს dare precedenza-ის ნიშანი არის ინკროჩოებში, სეკუნდარიაზე, ანუ მინორე იმპორტანცა გზაზე, ასევე გვხდება იმისიონიზე, acceleracionis გზაზე, ავტოსტრადაზე, rampeze, raccordoze per emissione in autostrada, გვხდება 25 მეტრში და გვეუბნებიან, რომ rallentare, moderare la velocità, se necessario fermarsi e dare precedenza sia a destra sia a sinistra. Fuoricità extraurbanoze mas აქვს preavviso dare precedenza. 320 მეტრში ვეუბნებიან, რომ 320 მეტრში შეგხვდება dare precedenza და მოემზადე, რომ თუ კი საჭირო იქნება, გააჩერო და დაუთმო გზა, როგორც მარჯვენას, ასევე მარცხენას. გვხდება, როგორც გითხარით, ინკროჩოებზე, ფორმატიზე, სადაც არის პარტიკულარი ინკროჩო, სადაც მხედველობის არეალი არის ცოტა შეზღუდული და ამიტომ უნდა შევანელოთ და თუ კი საჭირო იქნება, გავჩერდეთ. Bisogna rallentare per potersi fermarsi. თუ კი ტრანსპორტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ არა და ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მოძრაობას. Stop-ი ნიშნავს fermarsi e dare precedenza. Stop-თან განსხვავებით dare precedenza-სგან, ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ვჩერდებით obbligatoriamente fermarsi e dare precedenza sia a destra sia a sinistra. აუცილებლად ვჩერდებით და უნდა მივცეთ უპირატესობა როგორც მარცხენას, ასევე მარჯვენას. თუ არ მოდის ტრანსპორტი, მაინც უნდა გავჩერდეთ წამიერად და შემდეგ გავაგრძელოთ მოძრაობა. ეს სტოპიც გვხდება 25 მეტრში. ერთი განსხვავება არის ის, რომ სტოპის preavviso ექსტრაურბანოზე გამოსახული არის stop 320 მეტრი. ხოლო dare precedenza-ის preavviso გამოსახულია პირდაპირ 320 მეტრით. dare precedenza-ის პანელი ვერტიკალურ ფორმაში თუ შეგხვდება, ასვალზე აუცილებლად იქნება სამკუთხედი ჰორიზონტალური ნიშნებით. ხოლო თუ ვერტიკალური ნიშნის სტოპი შეგხვდება, დაბლა ასვალზე ჰორიზონტალური ნიშნით იქნება აუცილებლად სტოპი. შემდეგი ნიშანი არის intersezione con precedenza a destra.
ასეთ გზაზე ჩვენ არ გვხვდება არც სტოპი და არც დარეპრეცედენცა. აქ არის di norma, vige regola generale, dare precedenza solo a destra. ანუ აქ აუცილებელია დაუთმო გზა მარჯვენას და გვხვდება 150 მეტრში. Intersezione con diritto di precedenza. განსხვავებული არის აი ამ adestras precedențasგან, იმით რომ ეს არის diritto di precedenza მეორე ხარისხოვანი გზების შემოერთებით. ესეც გვხვდება 150 მეტრში და მეორე ხარისხოვანი minore di importanza გზების შემოერთება გვაქვს. აი ამ minore di importanza გზებზე დაგვხვდება ან სტოპი, ან dare precedenza. რა თქმა უნდა, ჩვენი არის უპირატესობა. მას შეიძლება თან ახლდეს diritto di precedențის ნიშანი და ყველა ინკროჩოში იყოს diritto di precedențის პატარ-პატარა ზომის სენიალები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უპირატესობა მთავარი გზის. ეს საგზაო ნიშანი არ გვხვდება ავტოსტრადაზე. გვხვდება როგორც ურბანოზე, ასევე ფორიჩი და ექსტრაურბანოზე, მაგრამ არა ავტოსტრადაზე. Intersezione AT, diritto di precedenza, con diritto di precedenza a destra, ანუ მეორე ხარისხოვანის გზა შემოდის მარჯვენა მხრიდან და აქ რა თქმა უნდა მარჯვენა მხრიდან შემომავალი ტრანსპორტი ვალდებულია დაუთმოს გზა მთავარ გზაზე მოსიარულეს. შემდეგი არის მარცხენა მხრიდან შემომავალი ტრანსპორტი, con diritto di precedenza a sinistra, აი ეს და რა თქმა უნდა მარცხენა მხრიდან შემომავალი ტრანსპორტი ვალდებული არის რომ დაუთმოს გზა მთავარ გზაზე მოსიარულე ტრანსპორტს. სამივე შემთხვევაში მთავარ გზაზე მოსიარულე ტრანსპორტი ვალდებულია ყველა ინკროჩოზე დაარეგულიროს და სიჩქარე და ფრთხილად იყოს ინკროჩოებთან, იმიტომ რომ თქვათ ერკაზო არ დაუთმოს გზა მეორე ხარისხოვანი გზიდან შემომავალმა ტრანსპორტმა, თვითონ შეძლოს მანქანის შეჩერება, რომ თავიდან აიციოს ინციდენტი. Confluenza a destra. ეს საგზაო ნიშანი გვხვდება ავტოსტრადაზე 150 მეტრში. ინდიკა გვეუბნებიან, რომ ფრთხილად იყავი, რადგან შემოერთება არის accelerazione, emissione არის მარჯვენა მხრიდან. აი ეს არის accelerazione-ის ზოლი. ამ ნაწილში გვხვდება dare precedențის ნიშანი, რომელიც გვეუბნება, რომ ფრთხილად იყავი, რადგან შენ უკვე შედიხარ ავტოსტრადაზე და უნდა დაუთმო გზა მთავარ გზაზე მოსიარულე ტრანსპორტს. Confluenza a sinistra, accelerazione-ის ზოლი მარცხენა მხრიდან, ესეც რა თქმა უნდა გვხვდება 150 მეტრში და აი ამ accelerazione-ზე გვაქვს ჩვენ dare precedențის ნიშანი. ჩვენ აი ამ ეს ავტოსტრადაზე მოსიარულე ტრანსპორტს არ ზღუდავს, რომ შენ შეამცირო სიჩქარე.
ეს კონფლუენცა ასინის რა გვხდება როგორც ავტოსტრადაზე, ასევე ექსტრაურბანე პრინჩიპალეზე და არის სენსო უნიკო კარეჯატაზე არის სენსო უნიკო მოძრაობა. კეჯა ჩირკოლანო სულასრადა პრინჩიპალე. შემდეგი არის diritto di precedenza, რომელიც გვხდება აი ამ საგზაო ნიშნებთან. აქ და აი ამ სამ საგზაო ნიშანთან. როგორც ვთქვით წეღან, შეგვხდება ყველა ინკროჩოზე პატარ-პატარა ზომებით. მეორე ხარისხოვანი გზიდან შემოვალ გზებზე შეიძლება იყოს სტოპი ან დარეპრეჩედენციის ნიშნები. რა თქმა უნდა, ისინი ვალდებულები არიან, რომ დაარეგულირონ სიჩქარე და თუ კი საჭირო იქნება დარეპრეჩედენციის შემთხვევაში გაჩერდნენ და დაუთმონ გზა მთავარ გზაზე მოსიარულე ტრანსპორტს. Fine del diritto di precedenza ხდება როგორც ურბანოზე, ასევე ექსტრაურბანოზე. che la strada non ha più a diritto di precedenza. ანუ სადაც უკვე აღარ არის მთავარი გზის უპირატესობა და აქ ხდება აღდგენა დაუთმე გზა მარჯვენას. genere გზაჯვარდინის პრინციპი დაუთმე გზა მარჯვენას. Dare precedenza nei sensi unici alternati. ეს საგზაო ნიშანი ცოტა პარტიკულარია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყურადღებით უნდა ვიყოთ უფრო სწორად. ეს გზები გვხდება სტრეტოიაზე, სადაც არის საგზაო სამუშაოები და გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა დაუთმოთ გზა საპირისპირო მხრიდან მომავალ ტრანსპორტს. ეს გზა არის ორმხრივი მოძრაობის, მაგრამ ის მონაკვეთი, სადაც მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, იქ უნდა გაიაროს მხოლოდ ერთმა ფილა ვეიკოლმა, ანუ ერთმა ზომა ტრანსპორტმა უნდა გაიაროს. წითელი ის არის ჩვენი მხარე და ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ დაუთმოთ გზა. Noi dobbiamo dare precedenza nei sensi unici alternati. მაგრამ როგორც ვიცით, საგზაო ნიშანს აბათილებს სემაფორი და სემაფორს და საგზაო ნიშანს აბათილებს აჯენტი. თუ საგზაო ნიშანი მეუბნება, რომ მე უნდა დაუთმო გზა საპირისპირო მხრიდან მომავალ ტრანსპორტს, მაგრამ სემაფორი იქნება ვერდე, მაშინ იქნება ჩემი უპირატესობა, რადგან სემაფორმა გააბათილა საგზაო ნიშნის ბრძანება. ამ შემთხვევაში არ იქნება dobbiamo dare precedenza და იქნება noi abbiamo precedenza, ანუ ჩვენი იქნება უკვე უპირატესობა. მაგრამ თუ სემაფორი მიბრძანებს იმას, რომ შენ უნდა დაუთმო dobbiamo dare precedenza, სემაფორი იქნება ვერდე და abbiamo precedenza noi, მაგრამ აჯენტი მეტყვის, რომ ფერმარსი, მე ვემორჩილები აჯენტის ბრძანებას და ამ შემთხვევაში იქნება dobbiamo dare precedenza. ასეთ შემთხვევაში ამ ბილეთებთან, სადაც ეს საგზაო ნიშანი იქნება, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ აჯენტის ბრძანებას, სიტყვა dobbiamos და abbiamos და ასევე სემაფორის შუქს, წითელი შუქნიშანი იქნება თუ მწვანე შუქნიშანი იქნება ანთებული. diritto di precedenza nei sensi unici alternati, ანუ ამ საგზაო ნიშნის საპირისპირო მხრიდან იქნება ეს საგზაო ნიშანი, სადაც არის diritto di precedenza და ამ შემთხვევაში
ეს თეთრი ის არის ჩვენი მხარე. ვეუბნებიან, რომ დარწმუნდი, ასიკურარჩი, che danno precedenza. უნდა დარწმუნდეთ, რომ შენ საპირისპირო მიმართულებიდან გაძლევენ უპირატესობას. ესეც ხდება, რა თქმა უნდა, სტრეტოიაზე. აქაც არის ორმხრივი მოძრაობა და უნდა გაიაროს იმ მონაკვეთში, სადაც ეს შევიწროება არის, უნდა გაიაროს ერთმა ფილა ვეიკოლი და აქაც, რა თქმა უნდა, ვემორჩილებით პანელს, შემდეგ შუქნიშანს, სემაფორს და შემდეგ უკვე ვიჯილეს ბრძანებას. თუ საგზაო ნიშანი მეუბნება იმას, რომ შენი არის უპირატესობა, ანუ abbiamo noi precedenza, მაგრამ სემაფორი იქნება მწვანე, კი ბატონო, ჩვენი იქნება უპირატესობა, მაგრამ თუ ლამპეჯადა ჯალა იქნება, ამ შემთხვევაში ჩვენი იქნება უპირატესობა abbiamo precedenza, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად ძალიან დიდი სიფრთხილე. თუ საგზაო ნიშანი მეუბნება იმას, რომ შენი არის უპირატესობა, სემაფორი არის spento, ანუ გამორთული და ვიჯილე გეუბნება, რომ fermarsi, ამ შემთხვევაში უნდა გავჩერდე და noi dobbiamo dare precedenza საპირისპირო მხრიდან მომავალ ტრანსპორტს, უნდა დავუთმოთ გზა. ამ საგზაო ნიშანთან dare precedenza-სთან, nei sensi unici alternatთან, თუ იქნება luce gialla lampeggiata, noi dobbiamo dare precedenza, ჩვენ უნდა დავუთმოთ გზა საპირისპირო მიმართულებიდან წამოსულ მანქანას. ნუ ლამპეჯატა როდის არის გამორთული და როცა სემაფორები არის ხოლმე გამორთული, luce gialla lampeggiata არის ხოლმე იმ შემთხვევაში ჩართული. თუ კი სხვა სემაფორები არის გამორთული. ეს იყო ჩვენი პრეცედენციის ნიშნები, ძალიან ცოტა ნიშანია. განსაკუთრებული ყურადღება მინდა რომ მივაქციოთ აი ამ ორ ნიშანს, იმიტომ რომ ძალიან დამაბნეველი კითხვები აქვს. მადლობთ და წარმატებებს გისურვებთ.